ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს აგრძელებს. მცხეთა-მთიანეთის შემდეგ ორგანიზაციის ლიდერები შიდა ქართლის ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრა გორის სპორტის სასახლეში გაიმართა. მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და ახალგაზრდებს საკუთარი ხედვები გაუზიარეს. ისაუბრეს რეგიონში ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე. პირდაპირ კომუნიკაციის შესაძლებლობა აქვს იმ ადამიანებთან, ვინც წარმოადგენს დღეს ჩვენ საქართველოს და ვინც უძლიერებს იმ ავტორიტეტს იმ სახელს და მიხარია, რომ გორშიც ჩამოვიდნენ და კიდევ ბევრი რაღაც გაკეთდება გორში. ჩემი აზრით არის ძალიან კარგი ესეთი შეხვედრები, რადგან შეგვიძლია რომ ჩვენ მივიდეთ, კითხოთ, დაუშვათ გავიკეთებენ ამ სივრცეს, ან სხვადასხვა პრობლემაზე, როდის მოაგვარებენ და ჩემს ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა რომ პირადად დაუსვან კითხვები და მიიღონ ამაზე ამოწურავე პასუხები. ვისაუბრებთ ყველა იმ თემებზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანი იქნება და საჭირო იქნება, ვისაუბრებთ პრობლემებზე, გაკეთებულ საქმეებზე. ძირითადი საჭიროებები არის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ცენტრებთან არის დაკავშირებული, რომ შეიქმნას სივრცე, სადაც შეძლებენ ისინი საუბარს, დისკუსიას, იმ საჭირო საკითხებზე საუბარს, რაც მათთვის მნიშვნელოვანია და ზოგადად რეგიონისთვის რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ეტაპობრივად დაწყებული გვაქვს ამ საკითხებზე მუშაობა, რა თქმა უნდა, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად და ვფიქრობ უახლოეს პერიოდში ეს საკითხები და ეს პრობლემებიც გადაიჭრება. ჩვენ ახალგაზრდებმა ყველაზე კარგად ვიცით ჩვენი რეგიონის საჭიროებები და ჩვენი გუნდის მთავარი ვალი და პასუხისმგებლობა გახლავთ ის, რომ შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს, რომ უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული მათი ხმა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მათი მუნიციპალიტეტების განვითარების გზაზე.